ძალიან რთული თამაში იყო. გვაჯობეს რა, ერთ სიტყვით გვაჯობეს უნდა ვაღიაროთ. ძალიან წარმატებულად ისროლეს სამქულიანებიდან 55%-ით ისროლეს მათ, ჩვენს როლით 32%-ით. უღრმესი მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც აქ ჩამოვიდა დღეს ამ ხელა გზაზე. ნახეთ ალბათ როგორი შესაძლებელი იყო მთელი თამაშის მანძილზე და დარწმუნებული ვარ საქართველოშიც მიჯაჭვული იყო უმრავლესობა ტელევიზორებს და იქიდან მქონდა იმედი მაქვს, რომ ბიჭებმა რაც გავაკეთეთ თქვენს მაყურებლების და გულშემატკივრებიც ამაყობთ ჩვენით. ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მსოფლიოსთვის დაგვენახა ჩვენი ხასიათი, ჩვენი მებრძოლისული. შეგვეძლო რომ კიდევ ერთი ისტორია დაგვეწერა, მაგრამ მადლობა ჩემ გუნდელებს და ყველას, იმიტომ რომ ძალიან დიდი არ შეიძლება ესე თამაში რომ ამხელა ანგარიშით გაგიქცეს ესეთი მსროლელი გუნდი, იმიტომ რომ უფრო თავდაჯერებულობას ღებულობენ ამით და უფრო კარგად მიდის სროლები, რაც მთელი თამაშის განმავლობაში დავინახეთ. ეტაპკოლება გქონდა, მთლიანი გუნდი არ ყოლია პირველ თამაშამდე, ისიც არ ვიცოდით ვინ გვეყოლებოდა, ვინ არა, ამიტომ ძალიან რთული გაზა გამოვიდეთ, ბევრ რამეს არ ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენ გუნდში ინახებოდა და ჩვენ ვიცოდით რის წინააღმდეგ ვიყავით და რაც შეეხება მადლობა ყველას, მადლობა ბიჭებს, იმიტომ რომ სული დადეს და ძალიან ბევრი ტრავმით თამაშობდა, ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ეს არ შეგვიშალა ამან ხელი და მადლობა ყველას და რა თქმა უნდა, სამწუხაროა ყოველთვის მარცხი განსაკუთრებით ესეთ თამაშზე. ახლოს ვიყავით, ნახევარფინალი გვეთამაშა, მაგრამ რას ვიზავთ, გვაჯობეს, მაგრამ ძალიან მაგრად ითამაშეს ფინეთის ეროვნულ ნაკრებმა და რა შემეძლია თქვა, რომ კიდევ ერთხელ მიულოცა ჩემს გუნდს, ჩვენს ნაკრებს, ჩვენს ქართველ ხალხს ესეთ ისტორიულ ევრობასკეტს. მეორე ასეთი თამაში იყო, რა ვიცი, შემოვაბერდი ამ ნაკრებს და ნოემბერში შევხვდებით ერთს და მე ვსიო. მადლობა. ჩემი პირველი მიზანი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავი და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მეორე მიზანი იყო, რომ რიგაში ჩავსულიყავი და ესეც გავაკეთეთ. შემდეგ მერვედფინალში ჩვენი მეტოქე დავამარცხეთ და რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ფინეთისთვის რთული მეტოქე ვიყავით. ახლა კი თქვენ მითხარით, კმაყოფილი უნდა ვიყო? მე ამაყი ვარ, ხანდახან პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი. სწორედ ამიტომ ვარ ასეთი ამაყი იმის, რაც აქ გავაკეთეთ. ჩვენ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. საერთოდ არ ვარ ქართველებთან მუშაობის წინააღმდეგი და მათი ძალიან ვამაყობ. ხოლო ჩვენ ვიცით რა პრობლემები გქონდა. თქვენ ეს არ იცით, რადგან ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ისე, რომ პრობლემებზე არ გვესაუბრა.